თბილისის საქალაქო სასამართლო სტერეო პლუსის ლიცენზიით სარგებლობის პირობებზე იმსჯელებს. მართლმსაჯულებამ ხვალ უნდა დაადგინოს იყო თუ არა კანონიერი კომუნიკაციების კომისიის 6 ივნისის გადაწყვეტილება, რომელთაც კომპანიას საკუთარი ლიცენზიით ოპერირების საშუალება შეეზღუდა. სასამართლო დავა მოპასუხე მხარეს ორ მოდავესთან მოუწევს. სტერეო პლუსთან ერთად კომისიასთან პრეტენზიები მეცხრე არხსაც აქვს. კომუნიკაციების კომისიასთან სტერეო პლუსის 5-თვიანი უთანხმოების პროცესის განხილვა ხვალ დაიწყება. კომპანიის დამფუძნებელი დღემდე დარწმუნებულია, რომ რადიო სიხშირული სპექტრის მომსახურებას კანონიერ ფარგლებში ახორციელებდა და პრობლემის მოხსნის ყველა წინაპირობა არსებობს. ეს არის ის საკითხი, რამდენად წითელი კოჭია TV9, იმით რომ ის გადის ეთერში, მაშინ როდესაც ამ ეთერით სტერეო პლუსის სიხშირეებით წლების განმავლობაში სარგებლობდნენ ისეთი კომპანიები, როგორებიც არიან, თქვათ, აფხაზეთი, როგორიც არის მზე, როგორიც არის მოგეხსენებათ საქართველო და ასე შემდეგ. მრავალ კომპანიას ჩვენ უწევდით მომსახურებას. ამიტომ ის საკითხი, რომ მაქვს თუ არა უფლება მეცხრე არხი გავართ, ცხადია რომ აქვს. და ცხადია რომ ლიცენზიაში არავითარი აკრძალვა არ მიწერია ამ თემაზე. სხვა ტელეკომპანიების მიერ სტერეო პლუსის სიხშირეებით სარგებლობის თემა კომუნიკაციების კომისიისთვის წლების დაგვიანებით შესაძლოა ახალი განხილვის თემაც გახდეს. სტერეო პლუსის ლიცენზიის პირობების დარღვევასთან დაკავშირებით კი კომისია პოზიციას არ ცვლის. აღნიშნული დიაპაზონი, რომელიც F13 ლიცენზიით არის გათვალისწინებული, არ გამოიყენება სამაუწყებლო არხის, სამაუწყებლო სიგნალის გავრცელებისათვის. აღნიშნული სიხშირული დიაპაზონი, როგორც ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის, ისე სიხშირეთა ეროვნული გეგმის შესაბამისად, საქართველოს სიხშირეთა ეროვნული გეგმის შესაბამისად, უნდა გამოყენებული იქნეს არა სამაუწყებლო სიგნალის გასავრცელებლად, არამედ რადიოსარელეო და სხვა რადიოსაკომუნიკაციო მომსახურებებისათვის. სასამართლო განხილვაში მესამე მხარედ მეცხრე არხი წარდგება. ტელეკომპანიაში მიიჩნევა, რომ სტერეო პლუსის სალიცენზიო პირობების ხელყოფით კომისიამ მოსახლეობის დიდ ნაწილს კონკრეტული მაუწყებლის ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა შეუზღუდა. ამ მხრივ იყო აბსოლუტურად შეზღუდვა, ვინაიდან კომუნიკაციების კომისიამ სხვა გარემოებებთან ერთად გარემოებად ახსენა ეგრეთ წოდებული საზოგადოებრივი ინტერესი. საზოგადოებრივი ინტერესის მსჯელობისას აუცილებლად პირველ რიგში უნდა ამოვიდეთ მისი დადებითი მხარით. დადებითი მხარე არის ის, რომ საზოგადოებას სურვილი აქვს თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს პირობებში გაეცნოს ნებისმიერ მაუწყებელს, რომელიც მაუწყებლობს და საკუთარი სურვილის საფუძველზე გააკეთოს არჩევანი, თუ რომელი მაუწყებლის მიერ გაშუქებულ ინფორმაციას შეხედავს იგი. მოდავე მხარეების საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში დილიდან დაიწყება.